მოგესალმებით მეგობრებო, მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ 3 მარტი, დედის დღე, მე ვარ ბედნიერი, როდესაც ეს დღე პარლამენტო დაამტკიცა, მე ვიყავი მონაწილე და ხმა მაქვს მინაცემი. გილოცავთ დედებო და გისურვებთ, რომ შვილები გაგეზარდოთ უსაფრთხო გარემოში და არა ისეთ ქვეყანაში, როგორიცაც ამ წუთას საქართველოს წარმოადგენს. მე კიდევ ერთხელ მინდა და კეთს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ყველა იმ ახალგაზრდის წინაშე, რომლებიც თავისი ცოცხლის ჯანმრთელობის ფასად იბრძოდნენ ადამიანების გადარჩენისთვის იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რა ვიცი, ყველგან, სადაც კი სტიქია მძინვარებდა, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით რა კუც მოიქნევს და კეთს ვიხრი მათ წინაშე. მაგრამ დღევანდელი ეს ჩემი ლაივი მინდა მიუძღვა ჭიათურაში გაფიცულ ადამიანებს. ყოველთვის ვიყავ მათ გაფიცოზე, ძალიან კარგად ვიცი მათი პრობლემები, მათი გაჭირვება, მათი სიხარული და მათი უბედურობაც. აი ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ეს არის კატასტროფული ქალაქი, სადაც არ ვიცი რა. არ ვიცი, ალბათ მე-12 საუკუნეში თუ ამუშავებდნენ ამ პირობებში და ამ ხელფასებით ადამიანებს, რა პირობებშიდაც ამუშავებენ ამ წუთას ჭიათურაში და ახლა იმასაც ამადლიან და გაუჩენენ სამუშაოები. ისინი არიან გაფიცულები, დღეს უყურე გადაცემას და მინდა მოუწოდო, აი იგივე იმ დაიტოვეს, მინდა ბოლომდე თუ რა ვიცი, რაც კი არსებობს, ქალბატონ ნანუკა ჟოჟოლიანს, რომ შევქმნათ რაღაც ფონდი, რაც ძალიან კარგად გამოგდის და მგონი თქვენ დაჩით ერთი ბოლომდე მებრძოლი, ქალბატონო ნანუკა და თუ გამოაცხადებთ მათამი მხარდაჭერას, მე ვთვლი, რომ იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა რითი მოვკვდები, თოვლით დაიღუპებით, ტყვით თუ შიმშილით ჭიათურაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაიცლება ქალაქი შიმშილის გამო, ეკონომიური იმის გამო თუ თოვლით დანგრეული სახლების გამო, ამას არსებითი მნიშვნელობა მე მგონი არ მაქვს და კიდევ ერთხელ მინდა იმ მართლა გმირ ახალგაზრდებს მოუწოდო და ვთხოვო, რათა დაუდგეთ ჭიათურელებს გვერდში, ერთად ვიბრძოლოთ და გამოვტაცოთ ერთი გამარჯვება მაინც ჩვენ ხელისუფლებას. უпроსწორად არალეგიტიმურ თვითმარქვია სადისტ და ტირან ხელისუფლებას. მადლობთ ყურადღებისათვის.